პროფესიების ჩამონათვალს რომ გადავხედე, დიდი მრავალფეროვნება დამხვდა შეიძლება ითქვას იქ. ესე იგი, მოცეკვავე, ბრეიქდანსის ჩემპიონი, სამრეწველო დიზაინი, ასევე ამ მიმართულებითაც გაქვთ განათლება მიღებული, მაგრამ ამას არ დაჯერდით, შემდეგ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდა მოტოციკლეთის კულტი და დაივინგი. აი რამ განაპირობა ასეთი მრავალფეროვნება და ზოგადად აი როგორ ფიქრობთ, რატომ უნდებათ ადამიანებს ასაკის მატებასთან ერთად საკუთარი ძალების შესაძლებლობები ახალ პროფესიებში, ახალ სფეროებში მოსინჯონ ხოლმე? მე მგონი რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ადამიანი შიგნიდან და ბევრ რამესთან, ანუ თავის პროფესიაშიც უფრო ძლიერი იქნება თუ მეტი რამის ინტერესი ექნება და მეტი რამე ეცოდინება, მე მგონი თავის პროფესიაშიც უფრო ძლიერი იქნება და ესე, რა ვიცი, მოტოციკლეთის სიყვარული ალბათ თუ 12 წლის შევედი ცეკვაზე, 14 წლის დავჯექი პირველად მოტოზე და რაღაც პედლების ტრიალი რო არ უნდა და ველოსიპედის და რაღაც რომ მიდიოდა, იმან ძალიან მომხიბლა და იმის მერე. ნავი აკადემიაშიც ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ნამდვილი მოტოციკლეტი იყო, ანუ მაშინ დოსააფი იყო, მოგეხსენება და მაშინ მივმართე იქ წერილით რაღაც და რუსთავიდან გამოგვიყვეს ნაწილები, რომლის ბაზაზეც გავაკეთე უკვე მე ნამდვილი მოტოციკლეტი და პრინციპში მაქედან მოდის სულ ეს სიყვარული, რაც მე გადაიზარდა უკვე აი სერიოზულ მოგზაურობის ცნებაში და რავი აი ეს ქართველი ადამიანი ცხოვრობს ალბათ და საქართველოს არ იცნობს შეიძლება ესე ითქვას, ანუ ერთი თელავიდან ბათუმამდე აი ტრასაზე რაც კი არის ცენტრალური ქალაქები უფრო ის იცის, ან თავის სოფელი სადაც არის და აი ესეთი რამები თურმე რაც არის სვანეთი, თუშეთი იგივე მაღალმთიანი აჭარა, იმდენი დასათვალიერებელია საქართველოში, რომ აი წარმოუდგენ ამოუწურავი თემა არის რა. იმდენად სასიამოვნო და მაგარი, აი ადგილები გენატრება, უკვე ადრე რო არც იცოდი სად იყო, აგერ თურმე აქვე არის და აი ეს ამას ყველაფერს თქვენი მოტოქთი აკეთებთ, ფარავთ ამ ხელა დისტანციებს. კი, მთელი ჯგუფი. ჩვენ ტაოკლარჯიშიც ვიყავით და საქართველოს მემკვიდრეობის კულტურული ძეგლების ნაშთები იმდენი ვნახეთ იქ რომ არ ვიცი რა. ეხლა თაკომ რო ჩამოთვალა, იმდენი რამე ჩამოთვალა თქვენ შესახებ, მაგრამ პლუს ამას დამატებული დაივინგით ხართ კიდევ დაკავებული. აი ეს ინტერესიც როდის გაჩ. დაივინგის თემა დაიწყო ესე რომ უცებ მე სულ მაინტერესებდა ეს ბავშვობიდან აი რომ ტელევიზორში რომ მოვკრავდი ხოლმე თვალს რა საინტერესო იყო, ხო, ხა ვის არ ახსოვს, კუსტოს რაღაც გადაცემები იყო, ძველ დროზე ვლაპარაკობ, ხო და უცებ ისე მოხდა, რომ ნათესავმა მაჩუქა სულ ახალი ყველაფერი. ჯასაცმელი. ეკიპირება. ხო, ანუ მე არ ვიცი. ჩეხება საერთოდ. კარგად არ ვიცი, ხო და ის არა, ბათუმში მეუნახე ერთი ბიჭი, რომელსაც შეეძლო ეს ყვინთვა და გაუყევი ზღვაში და ბათუმის სანაპირო არაფერი ისეთ საინტერესო არ არის და სარფისკენ მომინდა და სანამ ჰაერი იყო, ამბიც თხოვე რომ გეხოცები სარფში გავიქცეთ მეთქი და აი დაგვეზა რამეების გახდა და პირდაპირ მანქანაში ჩავჯიქით ყველაფრიად წარმოიდგინეთ ხა და არ მოგიხსნია. გავხედე და ბენზინი არა მაგ და ბენზოგასამართ სადგურზე შევედი და ის კაცი გამოშტერდა გვიყო. ეცი ამას რა ჭირს და რა ხდებაო ბიჭებო და უცებ მომოფიქრე და ექსპერიმენტად რომ რა მეთქი ცუნამი მოდის ესე ვთქვათ ინფორმაცია და თუ ერა გეშველებათ არ ვიცი და ჩვენ მომზადებულიო მე უთხარი გეხმრები დაგიშინებიათ არა მე უთხარი გეხმრები აი ამ ჩამონათვალში პრიორიტეტები გააქვთ განსაზღვრული რა აი პირველი სამი პოზიცია რო გვითხრათ მე პირველი მაინტერესებს მაინც ყველაზე ცეკვა რა არა ცეკვა პირველია დაფიქრდა მაინც მოტო და დაივინგი. ეს სამეული არის. ეს სამი რაღაცა უფრო გამორჩეულია. მაგრამ ცეკვა თქვენ ცხოვრებაში რჩება აქტიურად. არა, როგორ არა რჩება, იმიტომ რომ რა ვიცი, ცეკვა სულ არის რა. რამდენი წლისაც არ უნდა იყო, ალბათ სულ ყოველთვის იცეკვებ. ყოველ შემთხვევაში ისე იცეკვებ, ну იცი რა, გული ცეკვავს და იმიტომ, სული ცეკვავს და იმიტომ. მაგრამ იმდენად აღფრთოვანებული საუბრობთ ახლა ახალ ინტერესებზე, რომ იგრძნობა ეს განსაკუთრებული რაღაც ინტერესი. აი, პარაპლანის ფრენაც ძალიან საინტერესოა ის. ზოგადად მე სიმაღლის მეშინია, აი, არ მომწონს. რა მაგიყვარს. რო გადმოვიხედო საიდანღაც რაღაცა
მაგრამ აი ისეთი შტაბ-ბეჭდილება და ისეთი რაღაც არ დამეუქდა ქონდა შიში, ამას არა იმავე. თითქოს აი ფრენის და ჩიტი და რაღა აი თავისუფლების. ხო სხვანაირი ანუ ისე მეშინია და აი იქ სხვანაირი იყო რა ძალიან თქვენ სიმაღლის და მე მაგალითად დაივინგის მიმართულებით მცდელობა მქონდა, მაგრამ კრახით დასრულდა. საკმაოდ რთული და სახიფათო თემა არის დაივინგი, მინდა გითხრათ, ანუ ყველაფერს ინტენსიური სწორედ უნდა სუნთქვა მიიღო უნდა და შეგეძლოს. ინსტრუქტორთან ერთად და ესე შემდეგ და მე ნელ-ნელა შენს რო იცი სხვა სასწაული და ასე შემდეგ. ამიტომ იქნებ დავდივარ რაღაც ასაკში მაინც გავბედო. ყარად მიწაზე, ასფალტზე. მე წაკიზი ვარ, აქვე ხმელეთზე.